პროევროპული უწყვეტი აქციების მე-19 დღესაც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი ამ წუთისთვის არის გადაკეტილი, კონკრეტულად ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მოქალაქეები ეტაპობრივად იკრიბებიან. აქ დღეს მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა საპროტესტო აქცია მსვლელობა, სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლების მარში და მათ შორის ცოტა ხნის წინ აქციას საკანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორიაზე შემოერთდნენ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია მათ შორის სამეცნიერო სფეროსთვისაც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სფეროებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის ქვეყნის კეთილდღეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი რამ. აქციის მონაწილეები ახლა ნელ-ნელა იკრიბებიან საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვთხოვ ოპერატორს კადრში გაჩვენოთ რა ვითარება. მართალია დღეს საღამოს ისეთი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია არ არის, როგორც ეს იყო წინა დღეების განმავლობაში, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის დღის აქციები, დილისთან საღამომდე მიმდინარე დემონსტრაციები, რომლებიც იმართება ქალაქის სხვადასხვა წერტილში და საბოლოოდ თავს იყრის ხოლმე რუსთაველის გამზირზე. აქ ცოტა ხნის წინ ასევე იმყოფებოდნენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც მარშით გადმოინაცვლეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან რუსთაველის გამზირზე, შემდგომ კი მათმა ნაწილმა გადაინაცვლა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი მოითხოვენ პირდაპირ ეთერს სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე თქვენ ხედავთ კადრში, რომ საახალწლო ილუმინაციები და ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აინთო, თუმცა ზეიმის გარეშე, როგორც ეს თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაპირველად ნაძვის შესანთება, როგორც იცით, 14 დეკემბრის იყო დაგეგმილი, თუმცა მაშინ კახა კალაძემ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზად დაასახელა ის მოსალოდნელი, მისი თქმით, სავარაუდო პროვოკაციები, რომლებიც ასევე მისივე შეფასებით იგეგმებოდა თითქოს რუსთაველის გამზირზე, მისი თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია განიმუხტა, აქ გამოჩნდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, მათ შორის პარტიული თანამდებობის პირები და მოუწოდეს მათ მხარდაჭერებს დაშლისაკენ. კალაძემ ეს ღონისძიება გადადო და აქციის მონაწილეებიც აფასებენ ცოტა შორის ნაძვის ანთების საკითხს. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე არ არის ზეიმის დრო და უმჯობესი იქნებოდა თუ ნაძვის ხეს დედაქალაქის მერია გადაიტანდა ორბელიანის მოედანზე, იქ სადაც ახლა არის მოწყობილი ცენტრალური საახალწლო სოფელი. ჩვენ აქ ყველა ვდგევართ საქართველოსა და რაჯოზე, რომ გადავარჩინოთ საქართველო, იცით, მახრჩობელა გველისგან, რომელსაც ასე უწოდებდნენ რუსეთში. მე მეგონა, რომ ეს კარგი იყო, იმიტომ რომ რუსების მიმართ იყო ასეთი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მახრჩობელა გველი დაგვიბრუნდა აქ და თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ გაჩნდა პატარ-პატარა სხვა გველები, რომლებიც გვახჩობენ ჩვენ. აღჩობენ ჩვენს თავისუფლებას, აღჩობენ, გვამონათებენ, რომ საქართველო დაიცავეს ომისაგან, სინამდვილეში უომრად ჩააბარებენ რუსეთს. აუშვებელია ის, რასაც სამართალდამცავები მთავრობის ბრძანებით ამ ბოლო დღეებში და ეს 2 კვირაა და კვირაზე მეტია, რასაც აკეთებენ. ეს არის უდიდესი კრიმინალი საკუთარი ერის მიმართ. არ შეიძლება ასე და ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისაგან, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები დამკვირვებლების თანდასწრებით და ყველაფერს ფარდა რაც შეიძლება მალე აეხადოს და ჩვენ არ დავიშლებით, არ ვაპირებთ დაშლას. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი შეჩერდება, ოდესმე ეს არასდროს არ შეჩერდება, სანამ არ იქნება მიღებული მათი მხრიდან გონებრივი გადაწყვეტილება. ქართველ ერს ვერავინ ვერ შეაჩერებს, მით უმეტეს ახალგაზრდებს, მით უმეტეს სტუდენტებს, გადახედონ საქართველოს ისტორიას და თავად დარწმუნებიან ამაში. მეცნიერები ირჩევენ ევროპას. არჩევანი არის ესე იგი რუსეთსა და ევროპას შორის. ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ვგმობთ, რა თქმა უნდა, ძალადობას და მოვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას და პატიმრების, დაპატიმრებულების ყველას გამოშვებას.
არ ვიცი იცით რატომ აკეთებენ, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბიზინა ივანიშვილის სურვილია, როგორც ნაძვისქის ანთება, ისე ჩაქრობა ალბათ და როგორ იქნება და რა ამოუვა როდის თავში ერთ კონკრეტულ ადამიანს, ეგ ძალიან ძნელი სათქმელია. ეს ხო კანონით და რაღაც ლოგიკურად არ ხდება, ეს ხდება უბრალოდ ზოგი ჯიბრით, ზოგი რა ვიცი, მე როგორ იქნება არ ვიცი. ძალიან გაურკვეველი სიტუაცია საერთო ჯამში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ხალხი აბსოლუტურად არ უჭერს ამათ მხარს და ახალ კანონებს რო იგებენ, რომ უფრო და უფრო ჭაობში რო ეფლობიან, მგონი რომ მათთვის არ არის კარგი. რომ ყველა ვერ გაიქცევა, ყველა ვერ წავა, დარჩებიან მაგათი შვილები, მაგათი უნდა იცხოვრონ აქ და უნდა იფიქრონ, დაფიქრდნენ ამაზე რა. იმედი მაქვს, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში. როგორც მოისმინეთ, მოქალაქეთა მთავარი მოთხოვნები და გზავნილები აქციების 19 დღესაც არის უცვლელი. მოთხოვნებს შორის არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებებიდან, ასევე სასამართლო დარბაზებიდან, სადაც მიმდინარეობს საქმეების წარმოება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული კანონებით. ასევე მოქალაქეები გმობენ ძალადობრივ ქმედებებს საპოლიციო ძალების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო ძალებს სპეციალური საშუალებები და ძალა, ფიზიკური ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო 28 ნოემბრიდან, ამის არაერთი შემთხვევა ყოფილა მშვიდობიან მოქალაქეებზე, მედიის წარმომადგენლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ამიტომ მათი მთავარი გზავნილი, როგორც გითხარით, 19 დღესაც არის უცვლელი. რაც შეეხება ვითარებას რუსთაველის გამზირზე, აბსოლუტურად მშვიდობიანად მიმდინარეობს მოქალაქეთა პროტესტი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკანონმდებლო ორგანოს ირგვლივ არ შეინიშნება საპოლიციო ძალების მობილიზება, მხოლოდ საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი არის ახლა მობილიზებული ჭიჭინაძის ქუჩაზე. მსგავსი ვითარება არის ასევე 9 აპრილის ქუჩაზე. ეს ხდება როგორც წესი მარწეს რიგის მიზნით და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე ქვეყნის ქალაქის მთავარ ნაძვისხესთან იმყოფებიან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, სულ რამდენიმე მათგანი, ხოლო მთავარი ნაძვისხის ირგვლივ მოწყობილ ჯებირებზე, დამცავ ჯებირებზე არის ასევე საპროტესტო ბანერები, რომლებიც დატოვეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც აქ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ნელ-ნელა ასევე დაგეგმილია სხვა სფეროს წარმომადგენლების მოსვლაც რუსთაველის გამზირზე და მათი პროტესტის გამოხატვაც.